მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის ნომერ მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების 200-მდე მშობელი გეგმავს მოსწავლეების პირველ ცვლაში გადაყვანის მიზნით განათლების სამინისტროს წერილით მიმართოს. ამისთვის დღეს ისინი შეიკრიბნენ და ხელმოწერები შეაგროვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი ხელმომწერი მშობელი გვიდასტურებს. მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები პირველ საჯარო სკოლაში მეორე ცვლაში უკვე მესამე წელია სწავლობენ. სკოლა რეაბილიტაციის მიზნით 3 წლის წინ დაცალეს. მასწავლებლების თქმით, პროცესი რამდენიმე თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სკოლის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია. მოსწავლეების მშობლები და მასწავლებლები შესაბამისი უწყებებიდან ამ დრომდე ამაოდ ითხოვენ კითხვებზე პასუხს, ჩაუტარდება თუ არა და როდის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია, სადაც თავდაპირველად 600-ზე მეტი ბავშვი დადიოდა, თუმცა ახლა მშობლების თქმით, კონტინგენტი საგრძნობლად შემცირებულია. საკითხზე ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებ და Facebook გვერდზე toktiv.g. ძლიერი საქართველოს ლელოს პოლიტიკურ შტაბში პარტიის ლიდერები რეგიონებში მერობის კანდიდატებსა და მაჟორიტარებს წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ შეხვდნენ. მათ რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს და საარჩევნო კამპანია შეაჯამეს. ბადრი ჯაფარიძის თქმით, მიუხედავად უსამართლო პირობებისა, ოპოზიცია მზად არის იბრძოლოს თითოეული ხმისთვის და უზრუნველყოს ამორჩევლის მაქსიმალური მობილიზაცია არჩევნების დღეს. მისივე თქმით, ოპოზიციური კანდიდატები უშუალოდ იცნობენ მოქალაქეების პრობლემებს და მათთვის ხმის მიცემა პოზიტიური ცვლილებების მიღწევის გზაა. შეხვედრაზე გაერთიანების პარტნიორ პარტიასთან გახარეს საქართველოსთვის თანამშრომლობას კიდევ ერთხელ გაუწვეს ხაზი. ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებას სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტი და მხოლოდ ერთში, ბორჯომში ჰყავს დასახელებული მერობის კანდიდატი. საქართველოში მუნიციპალური არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას პროტესტის ნიშნად არიღებს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა. ცესკოს მონაცემებით მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობისთვის 17 პარტიამ მიმართა. დააკავეს პირი, რომელმაც თბილისში Holiday Inn-ის სასტუმროში სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით გაისროლა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით დადგინდა, რომ აღნიშნული სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ჩაკეტილი იყო ერთი პირი, რომელიც სასტუმროს პერსონალს სიცოცხლით მოსპობით ემუქრებოდა. ამავე წყაროს ცნობით გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღით მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების და მუქარის მუხლებით დაიწყო. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტია დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ და Facebook გვერდს Toktiv Regions. გვანდობთ რომ გვიყურებთ. დროებით.